გამარჯობათ, ისევ და ისევ ახალი ჭიქით. თვითონ მთელ ნახატს აქვს ჩაის ჭიქის ფორმა, ხოლო ჭიქაში ჩანს ჩაიდანი. ჩანს რომ რაღაც დაგროვილი გრძნობა არის, დაგროვილი ემოცია, რომელიც რაღაცა თუხთუხიდან და ესეთი ბუფქარი ემოციებიდან დაჯდა, დაღვინდა, დაისხა, ასე ვთქვათ, ჭიქაში. ანუ რაღაც ფორმა მიეცა, რაღაც შეფასება მიეცა ამ თქვენს გრძნობებს. ასევე ჩანს მოწყენილი კაცი, გრძელი ცხვირით. გაიხსენეთ, ვინ იყო თქვენს წარსულში, ან ახლა ვინ არის ადამიანი, ვინც არ არის ბოლომდე ღია, გაშლილი, ვინც იტყუება, ვინც არ არის გულწრფელი, არ იხსნება ბოლომდე. გაიხსენეთ, ესეთი ადამიანი არის თქვენს ირგვლივ. რაღაცას ამბობს, რომლის უკანაც მალავს ცად ხმელს. ნახე, ამ ადამიანს თვალში, ანუ თვალის ფორმა აქვს ვარსკვლავად და მიუხედავად ამისა, შენ რაღაც დადებითად აფასებ ამ ადამიანს. თითქოს მის ტყუილს ხსნი, მის ასეთ ქცევას ახსნას უძებნი და მის გრძნობებში და შეზგრძნობებში ეს ადამიანი ისევ და ისევ არის. ამ ადამიანს აი თავზე შუბლის არეში ჩიტი ყავს და ეს არის რომ რაღაც სულიერი გამოცდა მოაქვს ამ ადამიანს თქვენთან. და დროთა განმავლობაში ეს ენერგია, აი მისი ეს აქციელი უფრო პატარავდება, იმიტომ რომ თქვენი ენერგია იზრდება. თქვენ ხვდებით ამ სულიერ გამოცდას, თქვენ იღებთ ამ სულიერ გამოცდას, არ ბრაზობთ ამ ადამიანზე, იღებთ როგორც რაღაცა ჯებრს გადასაბიჯებელს, რაღაცა კარმას დასამუშავებელს. ამიტომ რახან თქვენ ამუშავებთ, მისი ეს წოლა მცირდება. ასევე ადამიანი არის მორიელის ფორმის, ამ ადამიანთან ვისაც ვსაუბრობ, ძალიან დიდი მტკივნეული სიტუაცია გაქვს გავლილი, ძალიან დიდი შხამი გაქვს მიღებული, თუმცა ეხლა ჩრდილად იქცევა, როგორც თქვი და ნელ-ნელა ტრანსფორმირებს ეს ყველაფერი. კიდე ჩიტია, რომელზეც კაცი გარბისევიდან გამოდიხარ ამ ტკივილიდან. თუმცა გული წარსულისკენ მიდის, ტკივილს ფარავ. განა არ უყურებ, განა ხურავ, განა თვალსარიდებ, არა უყურებ, უბრალოდ ფარავ. სხვანაირად აფასებ და ხდება განთავისუფლება შენი ამ ტკივილისაგან. სუზევით ალბათ ხედავთ, როგორი გაშლილი ხე არის. ეს შენი ენერგიაა და პერიოდს აჩვენებს თითქოს ნოემბრის ბოლო, დეკემბერის დასაწყისი, ან მთლიანად დეკემბერი, რაღაცა ცვლილებები იმოვა შენთან, რაღაცა შენ გულში შეფრთხილდება, შეიძლება იყოს ახალი სიყვარულიც, რატომაც არა. რაღაც ახალ ფაზაში გადადიხარ. ტკივილები ქრება, მოდის გაცნობიერება, თავისუფალი ემოციები, თავისუფალი გრძნობები, მაღალი ენერგეტიკული აზრები, ფიქრები და შესაბამისად მოდის სიახლე, დადებითი სიახლე. კიდე რა შეიძლება ინახოს?
ჭიქაში ხედავ წერია სიტყვა ქარი, დიახ, ქარი, რომელიც ერთის მხრივ წაიღებს ტკივილს, მეორეს მხრივ მოიტანს სიყვარულს. ეხლა ნახოთ რა ხდება მომავლისკენ უფრო. აი ხედავთ აი ამ ფიგურით მინდა დავიწყო. კაცი, რომელიც ესე თავდახრილია უდრავ ხელში რაღაც უჭირავს, თითქოს ძღვენი მოაქვს, რაღაცა სინანულის პოზა აქვს, ეს ხელიც არ აქვს ისეთი გაწვდილი, რაღაც შიშით გამოაქვს თქვენსკენ. ეს შეიძლება იყოს ბოდიში მოწყალება, აღიარება, სიმბოლური საჩუქარი. გამოჩნდება მალე კაცი, რომელიც გულწრფელად ცდილობს შენთან მოსვლას და რაღაც აღიარებას, მობუდიშებას და აღიარებას. სანამ გავაგრძელებდე, შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი და გავუზიარეთ ეს ვიდეო სხვებს. გამოიწერეთ არხი, ჩემი ნომერი კი არის 591 233 507. ასევე ქალი არის მის წინ ხვდება. აი რაღაცა სასიამოვნოდ თითქოს უხარია, თითქოს ცეკვავს, აი რაღაცა ეს შენი ენერგიაა და ორივე ფიგურა ერთად ძალიან დიდ უსაყვარლეს ძაღლის თავად იკითხება. ის იმას ნიშნავს, რომ თქვენი კავშირი იქნება ძალიან სულიერი, მეგობრული, დაცული. რაც მთავარია. ისევ გვერდზე ჩანს ქალის სახე ძალიან მკაფიოდ და ესე წინ ვარდი აქვს, აი ეს ვარდის თაიგული მის ტუჩებზე, აი ტუჩებად იკითხება პირდაპირ. ამ სიყვარულს მიიღებთ და მის წინ მოდის კაცი, რომელიც ზურგით ჩანს, აი მისკენ მიმავალი. მოდის ეს სიყვარული ნამდვილად მოდის ვნებიანი სიყვარული, რომელსაც მიიღებთ, თქვენ არ უარყოფთ. გზაშია ეს ადამიანი. რას ნიშნავს გზაშია? უკვე ფიქრობს, უკვე გიცნობს, უკვე გადაწყვეტილი აქვს. შლიაპა ახურავს ამქლუց, ქართულად სხვანაირად ხო არ ქვია, ამიდა ბარბარიზმი მიხმარო, ეს ძალიან დიდი ინტუიცია და სიფრთხილე აქვს და მოსასხამი აქვს ასევე და დაშნა, აი შინაგანი ბრძოლა აქვს თანახე, ესე გაბედულად ვერ მოდის, რაღაცნაირად იფარება, ზომავს, წონავს, იცავს რაღაცას, ხო, რაღაც ესეთი გათვლები აქვს. ამ ქალსალის რო შეხედოთ ცოტა შორიდან, ხო, მისი მთელი თავი ტაძარი არის, რაც ნიშნავს, რომ რაღაც სულიერ სიმაღლეზე ხართ თქვენ, რაღაცებს ძალიან კარგად აცნობიერებთ. ეს ძალიან მომწონს. მოდი ვნახოთ ფსკერში რა ხდება. ფსკერში ჯვარია თეთრი ფრთები დაშვერილი, დაღლილი ხართ. თუმცა ძალიან სუფთაა თქვენი გული და აი ესე რომ შემოვატრიალოთ, აი რაღაცა შესაწირი, ღვთის შესაწირი რო არის, ხო, იმაზე არის ქალის და კაცის სახეები და ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა შეიწირა თითქოს ეს სიყვარული და ნახე ეს სიყვარულის ხე როგორი დაცულია. მომწერეთ ვისთანაც რეზონინდა, ვისთანაც აქტუალურია, ვისთანაც ემოციები შეარხია ამ ყველაფერმა და ველოდებით თქვენს კომენტარებს.